მე ხა ამ პროცესზე მოდივარ, იმიტომ რომ აქ სწორედ ადამიანები ესწრებით და თქვენ გემუქრებიან რომ გაგაგდებენ აქედან რაც არის სრულიად დაუშვებელი და მაგალითად შემდეგ პროცესი რომელიც არის იქ უკვე ასე ვეღარ ვწერო დასწრების, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად ყველაფერი გათიშულია და უბრალოდ გარეთ ის აზრი არ გამოდის, მით უმეტეს რაც ცინიკურია ეს პროცესი და ის პროცესი, მაგრამ აქ თქვენთვის მოვდივარ და თქვენ მოგმართავთ. მეგობრებო, ჩვენი მთავარი პრობლემა ამ წინა კვირაში იყო ბევრი დისკუსია არის იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციის დიდი შეცდომაა, რომ ის რეაგირებს მუდმივად პროცესებზე იმის მაგივრად, რომ იყოს პროცესების შემქმნელი და ოპოზიცია კი არ პასუხობდეს ივანიშვილს. ივანიშვილი იყოს მუდამ ჩოგბჯენში და ის იყოს პასუხის მდგომარეობაში. მაგრამ იმისათვის, რომ დღის წესრიგი ოპოზიციამ შექმნას, ისინი უნდა ამოდიოდნენ არა მხოლოდ საკუთარი ინდივიდუალური პოზიციებიდან, არამედ ხალხის ინტერესებიდან. ოპოზიციამ უნდა მონახოს ხიდი ქართულ ხალხთან, გადოს ხიდი ქართულ ხალხთან, გადავიდეს ამ ხიდზე და ჩაეხუტოს ხალხს და უკან მოიტოვოს ზოგიერთი ის წევრი, რომელსაც ეს ხალხი ორგანულად ეზიზღება და ზემოდან ქვემოთ უყურებს. ამ ხალხის ადგილი ბრძოლაში არ არის, მაგრამ ყველა დანარჩენმა უნდა მონახოს საერთო ენა, გადავიდეს იქით და იყოს ხალხის გვერდზე, გადოს ეს ხიდი. ის რომ ხალხს ძალიან უჭირს, თქვენ ყველამ ვიცით, რომ რატომღაც ძალიან ცოტას ვაპარაკობთ ამაზე. ჩვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი, სამართლიანი და პროგნოზირებადი. დღეს კი სახელმწიფოს ნაცვლად გვაქვს ერთი ადამიანის, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ეკონომიკა. ხოცები წლების განმავლობაში გატყუებდნენ, რომ საწვავის ფასიდან 1 ლარი ჩემ ჯიბეში მიდიოდა. რეალობა კი არის ის, რომ სწორედ მათ გაზარდეს აქციზი, გააძვირეს საწვავი და ამიტომ თქვენ უფრო ბევრს იხდით საჭმელში, პურში, წამალში, საწვავში და ყველა პირველი მოთხოვნის ძაგნებში. ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა უნდა ვაიძულოთ ესენი, რომ საწვავის აქციზი გაანახევრონ და ხალხთან ერთად მოითხოვოთ ეს მორატორიუმი დენის გაზრდილ ტარიფზე. რატომ გაიზარდა დენის ტარიფი? ძალიან მარტივად. იმიტომ რომ თქვენ იხდით ფას არა დენში, არამედ ივანიშვილის და მისი ამხსოვნების კორუფციაში. ივანიშვილმა ბაჩიაშვილის დაალაგებული სქემით, ბიტკოინებით მოიპარა მრავალი მილიარდის ქონება და ეს აისახა თქვენ დენის ტარიფზე. ივანიშვილი უჩა მამაცაშვილის მეშვეობით და ძურაბ ნოღაიდერის მეშვეობით, რომელიც არ იყო ყელყელაობდა წინა პროცესზე და თქვენ გაგინებდათ ასევე იპარავს ეს რუსეთიდან დენის იმპორტში. ისევ რუსეთზე გაგხარდა დამოუკიდებელი. საქართველო იყო დენის ექსპორტიორი ჩვენ დროს, ახლა არის საქართველო დენის იმპორტიორი. ამიტომ ჩვენ ეს სისტემა უნდა აუცილებლად დავამარცხოთ და ჩვენ ამას დავამარცხოთ. მე მინდა კიდევ რამდენიმე სიტყვა ვიცი გაინტერესებთ. თქვა ჩემ გარშემო ატეხილ ამბავზე. მე მინდა მე ძალიან გამიხარდება, რომ ოპოზიცია იყოს აქტიური და ოპოზიცია იყოს შემტევი. მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე არავის წარმატებას არ მოუტანს პოლიტიკაში. ვიღაცის ხარჯზე კი არა, თვითონ წადეთ, თვითონ იმოძრავეთ. ეხლა რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. ძირითადად რას იძახით ამას? თუ წარსულის პოლიტიკოსი, ამას ძახით რა შინდა? წარსულის პოლიტიკოსი იყოს წარსულის პოლიტიკოსი. ხო ხართ მომავლის პოლიტიკოსი.
თუ მომავლის ხართ, მაშინ იმის სახე რაღაც ჭირდებათ, რომ ვიღაცა წარსულისა. უკვე მომავალში ხართ და უკვე მომავალში იპოვებთ გამარჯვებას. და მე ამას მხოლოდ მივესალმებ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ხალხის ვინც მემაკრიგებს უმეტესობა კი არა 90%. ჩემ დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში. ზოგი ნაციონალურ მოძრაობაში, ზოგი მთავრობაში, ზოგი არასამთავრობოდან იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში და თუ არ იყვნენ, ისინი არიან იმათი შვილები, ვინც იყვნენ. რანაირად გამოდის განცალკევება ესა, რომ ის წარსულის პოლიტიკოსი ეხლა ჩვენი დრო დადა. ამიტომ ეს ძირშივე არის ცდა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ხალხი. და არის ისეთი ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე და მუდმივად ჩემზე ფეხის დადებით არის დაკავებული. არის ისეთი ხალხი, ვინცაც ჩავაცვით პირდაპირ მნიშვნელობით და იმან გამხარდა. მაგრამ უმეტესობა არის ძალიან კარგი ხალხი. უბრალოდ ამ ძალიან კარგ ხალხს, მათ შორის ახალ ხალხს ჭირდება გაფრთხილება, გაერთიანება, ერთად ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ამბიცია შეიძლება იქონდეს მხოლოდ ერთი. ჩვენ ქვეყანას რითი დავეხმაროთ. ამიტომ ხილათ უნდა ვიყოთ, როდესაც ივანიშვილს ან მისი მინიონებს რაღაცას ვპირდებით, ან მათგან რაღაცა ირებს სარგებლოს ვინმე ნახულობს. ეს არის დაუშვებელი ამ ჩვენ ბრძოლაში. ძალიან ბევრმა გადადო თავი. ძალიან ბევრი მოხდა ციხეში, ახლაც არის ციხეში, ან ემუქრება ციხე და მე ამ ხალხს ნამდვილად ცემ ძალიან დიდ პატივს. უბრალოდ მეგობრებო, უნდა გქონდეს ამის გაგება, ნოღაიტეს სხვა შორის აქვს ასევე ელექტროგამანაწილებელი კომპანია, რომელიც სწორედ მატებს დენის პასს და რატომ მოვიდა ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ თქვა. მაგრამ მოსვლის ფაქტი თავისთავად. რაზე მეტყველებს, რომ კაცი ბოლომდე ჩაეხუტა ხოცებს, ბოლომდე გაითქვა მათთან ფულში და სიმბოლურად ხოცებს ჭირდებათ ის რათა დაგვანახონ, რომ თურმე დამხელა არსება არ ყოფილა მათ გვერდზე. ყოფილი სააკაშვილის პრემია. ხო ხედავთ, დღეს შეეშინდათ ნინო გუჯაძის მოყვანა, ისე გაუფარჩაკდათ ის მოწმე. და ასე არის ამ საქმის თელი ავანჩავანი. ასე რომ მე მინდა ყველას გავუწოდე ხელი. ყველას დაუდგეთ გვერდზე. მაგრამ ამავე დროს ორიენტირებული ვიყოთ ხალხზე და მხოლოდ ხალხზე. არაფერი ჩვენ ორიენტირება სხვა არ აქვს. არავის ხრებზე დგომა საჭირო არ არის. საკუთარ ფეხზე იდექით და საკუთარი ფეხით მიაღწიეთ ამ შედეგს. ჩემი ხელის გაწვენა არის ყველა ადამიანის მიმართ, მათ შორის, მაგრამ როდესაც ლაპარაკობენ, რომ აი სააკაშვილი ვერასოდეს ხოცების ხმებს ვერ აიღებს. ეს არის სრული სისულელე. ჩვენ ხოცების ხმები ერთხელ უკვე ავიღეთ 2018-ში და მეორედ ავიღეთ მასობრივად 2021-ში, როცა დასავლეთ საქართველოს პრინციპად მოვიდა. როგორია ეს კოდ ნაციონალების მობილიზაცია იყო, ეს იყო ქართული ოცნების ყოფილი ამორჩეველი და რა გონიათ ის ადამიანები, ვისაც სოციალურ დახმარების ნაცვლად ძალავენ არჩევნებს ხმებს, ხო ჩვენ არ მოგწევს ხმას, რა თქმა უნდა მოგწევს. მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ, რომ ვიღაც ნიშნის მოსაგებად, რომ აი ეგ სააკაშვილის რევოლუცია უნდა და ჩვენ არჩევნები გვინდა. ეს არის უბრალოდ ცნებების აღრევა. რა თქმა უნდა მეც არჩევნები მინდა. ყველაზე მეტი ამორჩეველი მე მყავს. მაგრამ
იმ არჩევნებად მისვლა გვინდა. და იმას სხვა მეთოდები ჭირდება. ორბანი რო აგვიჩნია, ეს ევროკავშირი იყო და იქ არჩევნები ტარდება და ტარდებოდა. მინდა უთხრა მაგალითად სალომე ზურაბიშვილს. მუდმივად ხაზს უსვამს და ეს მორალური მაღალი პოზიცია უყურია. მაგრამ მინდა უთხრა, რომ ერთი სიტყვით მაინც ერთვა იქნებ იმაზე, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად ცდარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2007-ში რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა ბუკერტი ქართლის ერთ-ერთ სოფელში. ნუ ვერ მოარტყა სისტემა დროზე გავთიშეთ, მაგრამ იქ სოფლის ერთ-ერთ კანიდამოს დაეცა რუსული ბომბა ჩამოგდებული სუ 24-ის ტიპის ბომბა შეიძლება. მე მახსოვს კარგად, როდესაც გრაჩოვმა თქვა, როდესაც ქართველებმა ჩამოაგდეს აფხაზეთში რუსული თვითმფრინავი, მან თქვა, რომ ეს ქართველებმა გადაღებეს თავის თვითმფრინავები და თავის თვითმფრინავით ბომბავდნენ საკუთარ სოფლებს. ზუსტად იგივე თქვა ზურაბიშვილს. ამიტომ როცა ოპოზიციასთან მე შეხვედრა იყო ქუჩის ოპოზიციასთან, მე მას ხელი არ ჩამოვარდი ამ მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულო საკუთარი თავის დაბომბვაში. მე 2008 წლის შემდეგ ძინარე ცხინვალის დაბომბვა, მისი პოზიციები რომელიც წაიგეს ქააგის სასამართლოში, მე რეჟიმის ყველა დანაშაულის გამართლება 2020 წელს, როდესაც თვალები დათხარეს ბავშვებს. რუსთაველზე ის გვერდზე იჯდა კაფეში და მიირთმევდა ლობიოს. და სრულიად აუღებდა. ეს ყველაფერი ხო ფაქტებია და მე ამართლებდა ყველაფერს რაც მოხდა 20 წლის. ამიტომ როცა ჩვენ განითხოთ პიეტეს რაღაც სახით, იმას უნდა გაიხსენოთ ჩემი წიგნი La tragédie georgienne. ქართული ტრაგედია, სადაც რომელიც პირდაპირ წაიგეს რუსებმა როგორც დამამტკიცებელი საბუთი ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ ქააგის სასამართლოში. ამიტომ ხალხო საუბრობ, მე თქვენ მიმართ არა ვარ ცუდად განწყობილი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ბრძოლაში მნიშვნელოვანია, მით უმეტეს სიბნელი რაკეთ გადმოვიდა, მნიშვნელოვანი. მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ იმაზე, რომ თქვენი მაშინდელი პოზიციები იყო ცდარი და აგეხსნათ ერთი-ორი სიტყვა. მე არც ვითხოვ რომ ბოდიში მოიხადოთ. ეს თქვენი სინდის საკითხი. მაგრამ ხალხში არ უნდა მოხდეს აღრევა, იმიტომ რომ ეს აღრევა იწვევს გაუგებრობას შემდეგ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რომ მაქსიმალურად გადავდოთ გვერდზე ყველანაირი ბოგმა და ერთმანეთს არ გატანა, შევძლოთ სხვანაირად შეხედვა, აი გუში მე მაგათ ახტუალებულია გუში ვახოსანაიემ კარგად აღწერა ეს. მე ჩემი ვითომ ომში წაქცევა და გუშინ ტრამპის წაქცევა. და კარგად ახსნა, ძალიან კარგად. და ეს ამბავი რამდენი ხანი იმას კი არ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ბომბების ქვეშ არ დატოვა საქართველოს როგორც მას ეუბნებოდნენ, თვითმფრინავი განზადებულში არ ჩაჯდა როგორც მას თავაზობდნენ. ამბობენ იმას, რომ სააკაშვილი გორში ფორთხიალობდა მიწაზე. და ტრამპი რომ ფორთხიალობდა გუშინ და საერთოდ ჩვენი დაცვა რომ ამერიკელების გაცვლილია დაცვის სამსახური და ზუსტად ისეთი რეაგირება აქვს ტრამპზე ისე როგორც ჩემზე. აი ამ პროპაგანდას იყო ბევრი აყოლი და ამ კადრებს აკრიალებდნენ რამდენი წელი. 14 წელი გავიდა, მეტი რა უნდა იყოს 14 წლის თავზე. ნუ თუ არ დადგა დრო რომ ყველანი გადავერთით ივანიშვილზე და წარსულზე ერთი-ორი სიტყვა თქვა და გავიაროთ. მე იმას არ ვფიქრობ, ვიღაც რომ აღიაროს ჩემი დიდი დამსახურებები და ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი ხელისუფლების. ეს ხალხში ისედაც ძის. გამჯდარია. უბრალოდ იმას ვიძახი, რომ შევძლოთ ამ ყველაფრის გადაბიჯება და
დარაზმულად ერთად წინ წასვლა. ის ვინც გაგრძელებს იმაზე, ჩემზე კაპიტალიზირებას და ჩემ ხარჯზე ქულების დაწერას თუ რაღაცა თვითდამკვიდრებას, იმას არანაირი მომავალი არ აქვს ვერცით. ასე რომ ეს არის რითი თქვაც სულა თქვენთან